სახელით მამისა და დაცისა და დასული საწმინდისა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ამბერგისა. სიტყვა რომელიც დღეს შევარჩიე რომ წავიკითხოთ, ჩვენ არაერთხელ გვაქვს ადრე წაკითხული. რადგან ახალი მრევლი ემატება ხოლმე ტაძარს, თან ისედაც ვფიქრობ რომ შიგადაშიგ რწმენის შესახებ, ესე ვთქვათ, სათაური ამ წერილის ასეთია, რა არის მართლმადიდებლობა. ალბათ ადამიანმა ხშირად უნდა გაიხსენოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გავიწყდება ხოლმე ამ სოფლიურ ორომტრიალში. თან სხვადასხვა სიცრუეც ისე ლამაზად ნიღბავს ბოროტი, რომ ადამიანი შეიძლება შეცდეს კიდევაც და მართალი გზიდან გადაუხვიოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წელიწადში რამოდენიმეჯერ ესეთ მნიშვნელოვან დღეებზე უნდა გავიხსენოთ რა არის მართლმადიდებლობა. დღეს რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი დაემთხვა, ერთი რომ არის პირველი მსოფლიო კრების ხსენება, მეორე ჩვენი განმანათლებლის მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ხსენება და ასევე კიდევ სხვა წმინდანებიც არიან, მაგრამ აი განსაკუთრებით ნიშანდობლივი ჩვენთვის არის ასევე იოანე გუთელი ეპისკოპოსი. ეს ადამიანიც აღსანიშნავია იმით, რომ ის როდესაც ცხოვრობდა ბიზანტიის იმპერიაში და როდესაც მას თხოვეს რომ გამხდარიყო გუთების ეპისკოპოსი, წარმოიდგინეთ რომ იმპერიაში იქ ვერსად ვერ იპოვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, მაშინ ხატმებრძოლეობა მძვინვარებდა, თუ არ მეშლება იმპერატორი იყო კოპრონიმე და წარმოიდგინეთ მოუწია მას საქართველოში ჩამოსვლა იმისათვის რომ მართლმადიდებელი ეპისკოპოსისგან ხელდასხმა მიიღო. აი ამდენად წარმოიდგინეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორი სარწმუნოების ქონას, რამხელა დატვირთვა და რაოდენ სამწუხაროა რომ თანამედროვეობაში ვაკვირდებით რომ არა თუ უბრალო ერის ადამიანები, არამედ სამწუხაროდ სასულიერო დასის წარმომადგენლებიც კი რწმენის, ესე ვთქვათ, უმციკლოდ დაცვას რბილად რომ ვთქვათ უდიერად ეპყრობიან. კარგი, სიტყვა რომ ძალიან არ გაგვიგრძელდეს, დავიწყოთ პირდაპირ წერილის კითხვა. რა არის მართლმადიდებლობა? ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვევლინე სოფლად. რაითავ წამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემის. იოანეს ახარება 18 თავი 37 მოხდა. ჩვენთვის ფრიად ყურაცაღები და საწურთელია, რომ დიდი მარხვის პირველი კვირიაკე წმინდა მართლმადიდებლობის დღესასწაულით მთავრდება. ეს სიტყვა წარმოთქმულია მარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე. და ძალზე სამწუხაროა, რომ ჩვენი მოუცლელობის ხანაში ეს დიდებული დღესასწაული ხშირად ისეთი შესაფერი პატივით არ აღესრულება, როგორცაც სამართლიანად იმსახურებს. ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ჩვენს დროში ბევრს, მათ შორის მსახურთაც და თვით უმაღლესი სამღვდელო ხარისხის მქონეთაც კი ნათლად არ აქვს წარმოდგენილი თუ რა არის მართლმადიდებლობა. რატომაა ის ჩვენთვის ასე უსაზღვრო ძვირფასი? რატომ უნდა დავაფასოთ და დავიცვათ იგი, როგორც უსაჩინოესი საუნჯე ჩვენ, რომელსაც ვერ შეედრება ვერანაირი მიწიერი საუნჯე ამასოფლისა. ჩვენს დროში ფართოდ გავრცელებული მოარული აზრია, რომ მართლმადიდებლობა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რიგით მოძღვრებას წარმოადგენს ქრისტიანობის მრავალ სხვა სახეობათაგან, არსებობის სრული უფლების მქონეთა და მეტნაკლებად ტოლფასთაგან. მაგრამ ამგვარად ფიქრი ან უმეცრებაზე დაფუძნებული უკიდურესი გულუბრყვილობაა, ან და სიმართლის ბოროტ განზრახული დამახინჯება. თუ კი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას გადავშლით და თავს ვიდებ შრომას, მშვიდად და პირუთვნელად ყოველგვარი წინასწარ განსჯის გარეშე საფუძვლიანად გავეცნოთ მას, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი სარწმუნოებაა. უფლისავე სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ჭეშმარიტება, რომლის საწამებელადაც ამ ქვეყნად მოვიდა ხორჩესმული,
მხოლოდ შობილი ძეღვთისა. როგორც ვიცით, ადამიანთა ცხოვრების უპირველესმა მტერმა, ეშმაკმა, ჯერ კიდევ ბაგაშივე მოინდომა მაცხოვრის მოსვლობა, რათა წინააღდგომოდა მას ადამიანთა ცხოვრების საქმის აღსრულებაში. აქ რომ ხელი მოეცარა, მაშინ მთელი თავისი სიბოროტე თავად მასზე აღაზვავა და იარაღად იუდეველ მღვდელმოძღვართა, მოხუცებულთა ერისათა, წიგნობართა და ფარისეველთა ამპარტავნება, მზვაობრობა, ხელმწიფების მოყვარეობა და პატიმოყვარეობა გამოიყენა. როცა ეს მზაპრული ვერაგობანიც მარცხით დასრულდა და თავად მისი ხელმწიფებაც ქრისტეს აღდგომით დაიტრგუნა, მაშინ ბოროტმა ჯერ იუდეველთა და მერმე წარმართთა ხელით ქრისტეს მიმდევართა უსასტიკესი დევნა დაიწყო, რათა ქრისტიანობა პირისაგან მიწისა აღეგავა. მაგრამ მტრის არც ეს მანქანებანი დაგვირგვინებულა წარმატებით, არამედ პირიქით, ქრისტიანობა გაბატონებულ სარწმუნოებად იქცა იმდროინდელ კულტურულ ბერძნულ რომაულ სამყაროში. უკეთური მტერი მაინც არ დაეცა თავს დატეხილი დამარცხებებისაგან. მაშინ მან ახალი ბრძოლა წამოიწყო მისთვის საძულველი ქრისტიანობის წინააღმდეგ, იმ ღვთაებრივი ჭეშმარიტების წინააღმდეგ, რომელიც ადამიანთა საცხოვნებელად მოიტანა ამსობლად ხორჩესმულმა ძეღვთისა. ბრძოლა ბევრად უფრო რთული და სახიფათო. როგორც წინასწარ განჭვიტა წმინდა მოციქულმა პავლემ, ამპარტავნებითა და პატიმოყვარეობით ეშმაკისაგან მოხიბლულმა ადამიანებმა მისივე დარწმუნებითა და შეგონებით ქრისტიანთა შორის სარწმუნოებრივი დავა წამოიწყეს და მრავალგვარი უთანხმოებანი და განყოფანი წარმოშეს. ღვთივ განცხადებული ჭეშმარიტების ადგილას საკუთარ წმინდა ადამიანურ მსჯელობათა და მოსაზრებათა დაყენებით. ასე აღმოსცენდა წვალებლობანი და განხეთქილებანი, რომლებიც ძირის გამოთხრას უქადოდნენ ქრისტეს მოძღვრების სხვადასხვაყოფილსა და მაცხოვნებელ ძალას, ჭეშმარიტების სანაცვლოდ სიცრუის შეპარებით. ამ ცრუ მოძღვრებათა და განხეთქილებათა სამხილებლად და დასაგმობად იწვევდნენ ღვთაებრივი ჭეშმარიტების ებგური, წმინდა მოციქულთა მემკვიდრენი, ეკლესიის წმინდა მამანი, მღვდელმთავარი, ადგილობრივსა და მსოფლიო კრებებს, რათა მსოფლიო კრებით, გონებით ერთხელ და სამუდამოდ ნათელეყოთ და განესაზღვრათ ყველა ქრისტიანისათვის აუცილებელი და უცვალებელი სწავლება ეკლესიისა და დაედგინათ, როგორ სწამდათ ყოველგვარ, რა სწამდათ ყოველთვის და რა სწამს ყოველს. და მაშინ ეწოდა ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებას, მართალ აღმსარებლობას, მართლმადიდებლობას, სხვა ქრისტიანულ სახელმწიფო წვალებლობათა და სექტათაგან განსხვავებით. და ესრეთ, აი რა არის მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა უზადო და შეუყვნელი ჭეშმარიტებაა, ქრისტე მაცხოვრის მიერ ადამიანთა საცხოვნებლად, ამსოფლად მოტანილი. ესაა სრულ სიწმინდესა და უნებლობაში დამარხული ნამდვილი მოძღვრება ქრისტესი, რწმენასა და კეთილმსახურებაზე გარდამოცემული საღვთო წერილში წმინდა მოციქულთაგან, დაწვრილებით ახსნილი და გამოთარგმანებული მოციქულთა სჯულიერ მემკვიდრეთა, მოციქულთა მოწაფეთა, წმინდა მამათა და ეკლესიის მასწავლებელთაგან აღმოსავლეთის კათოლიკე მართლმადიდებელ ეკლესიის საღვთო გადამოცემაში. ეკლესიისა დღესაც ერთადერთი იგი რომ იწოდება სამართლიანად ეკლესიად, მართლმადიდებელად, როგორც ამ სწავლების უცვალებლად დამცველი. საუბედუროდ დღეს იმდენად განქარდა სარწმუნოებრივი ამაღლებული ჭეშმარიტებებისადმი ცხოველი ინტერესი, მათი სწორი გაგება და განსაკუთრებით კი მათი ცხოვრებისადმი მისადაგება, რომელიც კეთილმსახურებად იწოდება ჩვეულებრივ, რომ ბევრს მართლაც გონია, რომ მართლმადიდებლობასა და სხვა აღმსარებლობებს შორის სხვაობა მხოლოდ წესჩვეულებებშია და რადგანაც წესჩვეულებანი მეორეხარისხოვანი საქმეა, ღმერთი კი ერთია, მას სულ ერთი არაა, რომელ სარწმუნოებას ეკუთვნით. საკმარისია გწამდეს ღმერთი და იყო კარგი ადამიანი. ასეთია მოდური, მოარული აზრი, მაგრამ ასია კი ეს. ერთია ღმერთი, ერთია ქრისტე, სარწმუნოება კი რატომღაც არაა ერთი. განსხვავებული სარწმუნოება ბევრია. თუ კი ერთია ღმერთი, შესაძლებელია კი, რომ ყველა ეს სხვადასხვა აღმსარებლობანი ერთგვარად ჭეშმარიტ და მასშასადამე ერთგვარად მაცხოვნებელნი იყვნენ.
მართლაც თუ კი ერთია ღმერთი და ერთია ქრისტე, მაშინ უთო ეს არავალდებულებს ყოველ წრფელად მორწმუნე ქრისტიანს, რომ ყოველივე რაც მათ სარწმუნოებასა და კეთილმსახურებას ეხება, ჰქონდეთ ერთი, ერთგვარი და არა სხვადასხვა. სწორედ ეს ჭეშმარიტება დაადგინა ღვთიურმა სიტყვამ, რომელიც ამბობს: ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოებაი, ერთ ნათლისღებაი, ერთ არს ღმერთი და მამაი ყოველთა. ნუ თუ უფალმა მრავალი სხვადასხვა ეკლესიანი განაჩინა. ნუ თუ ნათლად და გარკვევით არ ბრძანა, აღვაშენო ეკლესია ჩემი, სწორედ ერთი და არა მრავალი სხვადასხვა ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. ნუ თუ შეგვიძლია მაცხოვრის სიტყვებით სრუდ და განუხორციელებლად მივიჩნიოთ და მკრეხელურად განვაცხადოთ, რომ ბჭეთა ჯოჯოხეთისათა მაინც ძლეს ეკლესიას და მრავალ სხვადასხვა ეკლესიებად დააფუძნავდეს. ნუ იყოფი. ნუ მივცემთ თავს ნებას ძეღვთისას ასე საშინელი გმობისას. მხოლოდ ერთადერთი ეკლესია დააფუძნა კაცთა საცხონებელად, მხოლოდ ჩობილმა ხორცს შესხმულმა ძემ ღვთისა. მხოლოდ ერთადერთია ეკლესია, თავად უფლით დადგინებული და არაჩვეულებრივ ცოდვილ კაცთა მიერ შექმნილი. არსებობდა მარად, არსებობს ახლაც და უცვალებელად იარსებებს სოფლის აღსრულებამდე. რა შეიძლება აქ გაუგებარი იყოს? ამის მტკიცედ რწმუნებაა მხოლოდ საჭირო და არა ბოროტად ბრძნობა. სწორედ ამ ბოროტ ბრძნობამ წარმოშვა ამ ქვეყნად ესოდენ მრავალი ცრუ ეკლესიები და დენომინაციები. ჭეშმარიტების არ მქონენი ასე სასტიკი თავდაჯერებით რომ აცხადებენ პრეტენზიას მის მფლობელობაზე და მეტწილად ცხადი სიცრუის მქადაგებელნი ყოველგვარ ტყუილს, რომ იგონებენ ადამიანის გარყვნილი გულის საამებელად. ჭეშმარიტი ეკლესია ჭეშმარიტებაა მთლიანად და მას სიცრუისა და შეცდომილების ერთი ბეწო აჩრდილიც არ უნდა ეკარებოდეს. შესაძლოა ცდებოდნენ მხოლოდ საკუთარ გონებაზე დაყრდნობილი ეკლესიის ცალკეული წევრები და თვით უმაღლესი მღვდელმთავარნიც კი, მაგრამ მთლიანად ეკლესია არასოდეს. ერთი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ეკლესიაა უცოდველი, რადგან მასშია დადგრომილი სოფლის აღსასრულამდე თავი მისი, თავად უფალი იესო ქრისტე და მადლს მიჰფენს მას და წინა უძღვის სული წმინდა. ეს მტკიცება ფუჭი სიტყვაობა არა, რადგან ღვთიური სიტყვის ნათელ მოძღვრებაზეა დაფუძნებული. ეკლესია ღმრთისა ცხოველისაი, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი. ასე ამბობს წმინდა პავლე, დიდი მოციქული წარმართთა. ტყუილსა და შეცდომილებაში ჩავარდნილი კაცი ღვთის უხილავის მსჯავრით მაშინვე განიკვეთება ეკლესიის სხეულიდან. განეშორება მას და ამგვარად ცხონების გზასაც კარგავს და ეკლესიასთან ხელახლა შეერთება მხოლოდ გულწრფელი მონანიებით ძალუց. ამიტომაც ვერ ეთვისება ეკლესიას ვერანაირი სიცრუე, ვერ ისადგურებს მასში ვერანაირი ტყუილი. ამიტომაც ვერ იქნება მასში ვერც აზრთა სხვაობა, ვერც უთანხმოება, ვერც განყოფილება. ამის შესახებ ნათლად ამბობს წმინდა პავლე მოციქული, როცა პირველ ქრისტიანებს არიგებს: ლოცავ თქვენ ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი იგი წვალებასა და საცურსა იქ მან გარეშე მის მოძღვრებისა, რომელი თქვენ გისწავლიეს და განეშორენით მათგან. რამე თუ ეგევით არნი იგი უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა არ ამონებენ, არამედ თვისსა მუცელსა და ტკბილად მეტყველებითა მით და კურთხევითა აცთუნიან გულნი უმანკოთან. მასვე ზრახვიდეთ და იგივე სიყვარული გქონდეს, ერთ სულ და ერთ ზრახვა იყვენით. ესე იგი ერთი აზრი გქონდეთ, იგივე სიყვარული და ერთსულნი და ერთაზროვანი იყვანით. ნურარაი ხდომით გინა ზვაობით, ნურაფერს იქთ აეკრობითა და მზაუბრობით, არამედ სიმდაბლით, ურთიერთარს უმეტეს შეჰრაცხით თითოეულნი თავისა თვისისასა. როგორღა გამოიყურება ახლა ასრერიგად მოდური ეკუმენისტური მოძრაობა, ღვთიური სიტყვის ესოდენ ცხადი და კატეგორიული მოძღვრების შუქზე. განასრული სიცრუე არაა იგი ჭეშმარიტი ეკლესიისათვის, არაბუნებრივი და შეუწყნარებელი. ღვთიური სიტყვა სრულ ერთაზრობასა და ერთსულოვნებას მოითხოვს ქრისტიანეთაგან. ასევე ცხადად და კატეგორიულად გვაუწყებს, თუ როგორ უნდა მოეკიდნონ ჭეშმარიტი ქრისტიანები ცრუ მოძღვარ მასწავლებლად, ეკლესიის სწორი სწავლების განმკვნელად, რომელი მოვიდეს თქვენ და ესე მოძღვრება არა მოაქონდეს, ნუ შეიწყნარებთ მას, საქმთა თქვენთა და გიხაროდენ, ნუ ეტყვით მას.
მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორა. იქცევიან კი ამგვარად თანამედროვე ქრისტიანები, თუ მათ ღვთიური სიტყვის მოთხოვნის ერცხვინებად, როგორც მოძველებულისა, დრომოჭმულისა და არასაკმაოდ პროგრესულისა. აი რატომ ეცრუებიან ჭეშმარიტებას ყველა ეს ეკუმენისტები და თანამედროვე გამაერთიანებლები, შეუერთებელი შეერთებას რომ ცდილობენ, სიმართლისა უსჯულოებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ბელიართან, მორწმუნისა ურწმუნოსთან. ამის შემდეგ რაღა გვეთქმის იმ მღვდელმთავრებზე, თანამედროვე ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მამამთავრებსა და სულიერ მოძღვრებზე, ეკუმენურ მოძრაობაში რომ ჩაებნენ და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სრულუფლებიანი წევრები და აქტიური მოღვაწენი გახდნენ. თუ გააქვთ მათ უფლება თავს მართლმადიდებლები უწოდონ. უკვე აღარაფერს ვამბობთ მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი რიგ სჯულის კანონებზე, რომლებიც მწვალებლებთან ლოცვას კრძალავენ. ამგვარი ქმედებისათვის ხომ ეკლესიიდან განკვეთაა დადგენილი, ხოლო ეპისკოპოსთა და სასულიერო პირთათვის სამღვდელო ხარისხის აყრა. ახლა ბევრს მიაჩნია, რომ კანონები უკვე ჩამორჩნენ შორს წინ წასულ ცხოვრებას და ისინი ან უნდა გავაუქმოთ, ან და ისე გადავაკეთოთ, რომ მოიხსნას ყველანაირი შევიწროებები და თავისი სიამოვნებისამებრ ყველამ ისე იმოქმედოს. იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ ამ ეკლესიათა ბევრი მამამთავარი, უმაღლესი იერარქიისა და სამღვდელოების წარმომადგენელი უბრალო ერისკაცებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დღეს ანტიქრისტიანულ ორგანიზაციებშიც კი შედიან, ან და ხმამაღლა აღიარებენ ათეისტურ ღვთისმგმობ ხელისუფლებას, ღვთიმონიჭებულ ხელმწიფეებად, რომლებსაც შიშით კი არა სინდისით უნდა დაემორჩილოდა ქრისტეს მტერთა სრულ მსახურებაში მყოფნი, მათ მორჩილ იარაღად გარდაიქცევიან, უკვე ძლიერი შიში მოგვიცავს. რას მოვესწარეთ? შეიძლება კი ყველაფერ ამაზე თვალი დავხუჭოთ და უზრუნველად ვუნანაოთ თავსაც და სხვებსაც და ვარწმუნოთ, რომ თითქოს და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, რომ თითქოს და ასე იყო ყოველთვის. რაღაც შეიძლება მართლაც და იყო, მაგრამ არა ასე. არა ამგვარი უზარმაზარი შეიძლება ითქვას ყოვლის მომცველი მასშტაბებით. თითქმის რომ აღარ რჩება ჯანსაღი ადგილი და პატიოსანმა წრფელმა ქრისტიანმა აღარც კი იცის საით და ვისთან წავიდეს, ვის დაენდოს. ბნელმა სატანურმა ძალებმა ხანგრძლივი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგაც რომ ვერ შეძლეს ეკლესიის განადგურება, ჩვენს დროში მთელი ძალისხმევით გამძვინვარებული იერიში მიიტანეს ეკლესიაზე. შიგნიდან ცდილობენ მის აღებას და თავისი მიზნებისათვის გამოყენებას, ეკლესიის დამხოლ მსახურთა თანადგომით. ამას რწმენისა და ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის დაკნინებაც უწყობს ხელს. რეკლამასა და ამაო დიდებას გამოდევნებული და მატერიალური სარგებლის მაძიებელნი კი ხომ სატანურ გეგმათა პირდაპირი შემწენი ხდებიან. და ის საბოლოო ჩვენს თვალწინაა დარდის მომგვრელი სურათი, მარილი განხარდება. ჩვენს დროში ბევრს ავიწყდება, რომ ეკლესია არის ეკლესია, არა რაიმე მიწიერი ადამიანური დაწესებულება, არამედ ღვთაებრივი სახლი, რომლის უმაღლესი დანიშნულება სულის ხონებაა. ავიწყდებათ, რომ ეკლესიაში პოლიტიკასა და დიპლომატიას არაფერი ესაქმება და დაუშვებელია მკრეხელობა სინდისის ხმის ჩახშობით მიწიერი მიზნების განსახორციელებლად, როგორიც არ უნდა იყოს ისინი, თუნდაც შენიღბულნი ცრუ ყალბი ლოზუნგებით, სოფლიო მშვიდობის, საყოველთაო კეთილდღეობის და თვით ქრისტიანული სიყვარულისა და სიმდაბლისაც კი დღეს ასე რომ შემოვიდა მოდაში. ყველა ამ თანამედროვე სიყალბეს აყალ-მაყალს და რაღაც უმაღლესი პოლიტიკითა და ფარული დიპლომატიით გატაცებას გაძლიერებულად ესწრაფვიან დღეს არა მხოლოდ მორწმუნენი, არამედ უმაღლესი მღვდელმსახურნიც. და ყველაფერი ეს სხვა არაფერია თუ არა მომავალი მსოფლიო ბატონობის გზის გამზადება ანტიქრისტესთვის, რომელიც ერთიან მსოფლიო ყველა რელიგიებით გაერთიანებული ცრუ ეკლესიისა და ერთიან მსოფლიო ყველა ეროვნებისაგან შემდგარ სახელმწიფოს უნდა ჩაუდგეს სათავეში. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ დღევანდელ დღეს ოდენ მართლმადიდებელი სახელი აღარაა საკმარისი და სრულად გამომხატველი მისი შინაარსისა. ესაა მიზეზი იმისა, რომ ჩვენს წამებულ ქვეყანაში
ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე უკვე ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს უწოდებს თავს. მხედველობაში თუ მივიღებთ რა ემართებათ ახლა მართლმადიდებელ ქრისტიანებს ეგრეთ წოდებულ თავისუფალ სამყაროში, სადაც ეკუმენიზმი ბატონობს და სადაც თითქმის ყველანი მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს შემადგენლობაში გაერთიანდნენ, მაშინ არ შეიძლება არ დავეთანხმოთ, რომ ჩვენთვისაც უპრიანია ასეთი უფრო ზუსტი დასახელება, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა. განსხვავებით იმ მართლმადიდებლებად წოდებულთაგან, რომლებმაც სინამდვილეში უკვე დაუტევეს იგი და მხოლოდ გარეგნულ იერსახესღა ინარჩუნებენ. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, ჭეშმარიტ ქრისტეს ეკლესიას არანაირი სიცრუის ხადაგება და მტკიცება არ ძალუძს. არ ძალუძს მეგობრობა და თანამშრომლობა დაამყაროს ქრისტეს მტრებთან. და ამიტომაც ის ეპისკოპოსნი, სამღვდელო დასი და ერისკაცნი, რომელიც ამ სიცრუეში იღებენ მონაწილეობას, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მტრებთან მეგობრობენ და თანამშრომლობენ. ოდენ სახელი დღა არიან მართლმადიდებლები. და ისევ უნებლიეთ გვაგონდება ჩვენი წმინდა მღვდელმთავრის თეოფანე დახუდებულის ნამდვილად წინასწარმეტყველური სიტყვები ბოლო დროის შესახებ. თუმცა საყოველთაოდ გაისმება ქრისტიანობის სახელი და ყოველ ფეხის ნაბიჯზე შევხვდებით აზრებს და ვნახავთ საეკლესიო მსახურებს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მირაჟია. შინაგანად კი განდგომა უტყუარი. რაღაც ამდაგვარს ხომ არ ვხედავთ უკვე. მართლმადიდებლობა ხომ რაღაც განყენებული რამ არაა. მართლმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება კი არა, სარწმუნოებრივი ცხოვრება. ცხოვრება შეთანხმებული სარწმუნოებასთან. კეთილმსახურებად რომ იწოდება ჩვეულები. და აი, ძალზე დამახასიათებელი ფაქტია, რომ ყველა ეს მოდერნისტ ეკუმენისტები თავს ჯერ კიდევ რომ მართლმადიდებლებად მიიჩნევენ, რაღაც თვითკმაყოფილი ქარაფშუტობით უარყოფენ წმინდა ეკლესიის სამოღვაწეო დაწესებებს. ასე სრულად და ნათლად რომ გამოხატავენ მართლმადიდებელი კეთილმსახურების სულს, როგორიცაა მაგალითად მარხვის ღვაწლი, მარხვა სულიერი და ხორციელი. ჩვენთვის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ერთგულთათვის არ შეიძლება განსაკუთრებით ყურადსაღები და საწურთელი არ იყოს ის, რომ მართლმადიდებლობის დღესასწაული თითქოს და აგვირგვინებს პირველ მძიმე კვირიაკეს დიდი მარხვისას. მოდით ვისწრაფოთ სამოღვაწეოდ. ამ ღვაწლში ხომ ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების არსი გამოიხატება. ღვაწლი ქრისტეს მიბაძვისა, ჯვრისპირთვისა და თვით ჯვარცმაში, მოღვაწეობრივ სარწმუნოებაში. ვიღვაწოთ სჯულიერად, როგორც გვასწავლის ღვთის სიტყვა. ყოველივე ვიტვირთოთ ჭეშმარიტებისათვის, განუშორებელად მისგან და უმიბაძავთ მათ, ვინც სულმოკლეობითა და ანგარებით დაუტევა იგი. ყარად დავიხსომოთ, სადაც არაა ღვაწლი, სადაც არაა დადგრომა ჭეშმარიტებაზე, იქ არაა მართლმადიდებლობა. ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა და ქრისტესი. ამინ. შეგვეციოს ბესხსენებული მამების ლოცვა და მეოხება, რომ როდესაც სამჟავროზე დავდგებით, ჭეშმარიტი რწმენით წავდგეთ. ნახეთ როგორ თქვა მთავარმა, რომ ის ადამიანი, რომელიც უარყოფს ჭეშმარიტებას, ის უხილავად ღვთისგან განიკვეთება, ეკლესიისგან. როგორი საშიში სიტყვები არის, აბა დაფიქრდით. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი, როდესაც სარწმუნოებაზე საუბრობს და თავის აზრებს გამოთქვამს. სარწმუნოება ის არ არის, რაც ჩვენ მოვიგონეთ, ის არის, რაც მოგვეცა. აი ეს რაზეც ახლა მოვისმინეთ ჩვენ, დღეს კიდევ უფრო ძალუმად არის გავრცელებული. დღეს უკვე დაუფარავად, სამწუხაროდ დაუფარავად ხდება თანალოცვა სხვადასხვა ვითომ ქრისტიანულ დენომინაციებთან. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აქტიულია რომის კათოლიკურ ეკლესიასთან. სამწუხარო. აი ეს ყველაფერი როგორი სიტყვის ხელოვნებით გადმოგვცა მქადაგებელმა და სამწუხაროდ ჩვენ მაინც ვხედავთ, რომ აი თუნდაც ახლა რომის პაპის გარდაცვალება რომ აი ჩვენ ნახეთ, რომ სასულიერო პირები ჩავიდნენ და პატივი მიაგეს. არ ვიცი რა საინტერესოა თვითონ რითი გაამართლება.
აი რას ამბობენ, საკუთარ თავს რას ეუბნებიან, რატო იყვნენ იქ? დიდებული ადამიანი გარდაიცვალა? ვასი ამბობენ, მაშინ ხომ ვაიჩვენ. იმიტომ რომ მას ეკლესია მწვალებელთა პირველი იერარქად მიიჩნევს. ერთი სარწმუნოება გვაქვს, ესეც მაშინ ვაიჩვენდა თუ ამას ფიქრობენ. იმიტომ რომ მაშინ მათ უნდა უარყონ მთელი რიგი იმ წმინდანებისა, ვინც შეურიგებლად ებრძოდა კათოლიციზმის მწვალებლობას. ალბათ ზურგი უნდა მიაქციონ იმ ქართველ ბერებს, რომლებიც კათოლიკეებმა, იმიტომ რომ მათ არ მიიღეს კათოლიციზმი, ამოხოცეს ივერთა მონასტერში ათონის მთაზე და ნაწილი მათი გაყიდეს მონებად. და ასე შემდეგ, ეს სია არის ძალიან დიდი. აი რომ რატო ვკითხულობ ხოლმე ხშირად ამ წერილს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გვავიწყდება. ადამიანებს სამწუხაროდ აი ამ მართლაც ძალიან დაკავებულ და აფორიაქებულ და აჩქარებულ სამყაროში ავიწყდებათ ყველაზე მთავარი. და რაღაცნაირად ეს ყველაფერი გაუბრალდება ხოლმე. და გონია რომ დიდი არაფერი არ არის ახლა თუ მაგალითად ვინმე წავიდა სამძიმარზე პაპის გარდაცვალების გამო. ან თუ ჩავიდა და მიულოცა მას თქვათ. ახალ პაპს პაპა დარჩევა. ჯერ მას რომ რომის პაპა დააღიარებ, აქ უკვე სერიოზული პრობლემა არის შენი რწმენის. იმიტომ რომ ეს ეკლესია ანათემირებული არის. ეს ანათემა არავის არ მოუხსნია. შეჩვენებული არის რომის ლათინური ეკლესია. განკვეთილი არის ეკლესიიდან. და შენ რომ მას აღიარებ ეკლესიად და მის წინამძღოლს რომის პაპად, ესე იგი შენ შეურაცხყოფ იმ წმინდანებს, ვინც ეს გააკეთა ეს ყველაფერი. რომელთა სისხლზეც გადაიარა ამ ყველაფერი. ამას იმიტომ კი არ აკეთებდნენ, რომ ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონდა სახეზე და სანახად ამ პიროვნებად. დამღუპველია ეს ყველაფერი და იმიტომ მილიონობით ადამიანს ღუპავს. აი ამ შეურიგებელი შერიგების მცდელობას რომ ხედავდა ამბერგი ტაუშევი, იმიტომაც დაწერა ეს წერილი. ის მოღვაწეობდა ამერიკაში მე-20 საუკუნეში. რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის მღვდელმთავარი. შეურიგებელი, მამხილებელი ამ დამღუპველი მოძრაობისა ეკუმენიზმისა, რომელიც ამზადებს კაცობრიობას ანტიქრისტესთვის. მეტი მიზანი ეკუმენისტურ მოძრაობას არ არის. მისი მიზანი არის მოამზადოს კაცობრიობა ანტიქრისტეს მიღებისათვის. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის ალბათ არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვით, რომ მიზანი უნდა იყოს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ჩვენ თავში დავიცვათ. და შეურიგებელნი ვიყოთ ყველა სიცრუესთან. არ უნდა აი როგორ ამბობს ნახეთ, რომ მოდური აღარ არისო, ერცხვინებათო რო თქვანო, რომ მწვალებელი. მართლაც ესე არის. თქვენ ახლა შეიძლება ესეთი შეხება არა გაქვთ, მაგრამ მართლაც ცხენია ზოგიერთ მღვდელმსახურს, ცხენია რომ თქვას, რომ კათოლიკეები არიან მწვალებლები და რომის პაპი არის მწვალებელი. ცხენია. ერიდებათ, რომ აი არაპოლიტკორექტული იქნება. არ შეიძლება ერთადერთი იარაღი რა ჩვენ გვაქვს არის ღვთის სიტყვა. თუ ღვთის სიტყვას გადაუხვევთ, ეკლესიის წევრებიც აღარ ვიქნებით. ნახეთ როგორ თქვა მღვდელმთავარმა, რომ როგორც კი რამეს ჩაიდენ, განიკვეთება. ამიტომაცაა ეკლესია წმინდა. უხილავად ჩვენ მისი წევრი აღარ ახარ, იმიტომ რომ არ შეიძლება ქრისტემ ეკლესია რომ დაარსა ის უმციკლო უნდა იყოს, არც ერთი ნაოჭი და არც ერთი ბრძვილი არ უნდა გქონდეს მას. უმციკლო უნდა იყოს ეკლესია. ამიტომ როდესაც ჩვენ განსაკუთრებით სარწმუნოებრივ საკითხებში ვღალატობთ ღმერთს, ჩვენ განვიკეთებით ამ ეკლესიის. რა საშინელებაა აბა დაფიქრდით. რომ აი წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ასე წარდგეს მერე ღვთის წინაშე. ერთმა დაგვიფაროს ამისგან. უფალმა მოგწეს სიბრძნე, ხნეობა და რაც თავარია მოშურნეობა და მონდომება, იმიტომ რომ ეს იოლი არ არის. მართალ სარწმუნოებაზე იდგე, ეს იოლი არ არის. და ნახეთ როგორ გითხრა, რომ მარტო ის კი არ არის, რომ ეს მწამს ვაღიარო. მარტო ეს კი არ არის. შენ ცხოვრებას უნდა განსაზღვრავდეს შენი სარწმუნოება.
აი ეს არის მართლმადიდებლობა. თუ შენ ცხოვრებას შენი სარწმუნოება არ განსაზღვრავს, მაშინ შენ მართლმადიდებელი არ ხარ, მაშინ ხარ მხოლოდ სახელით მართლმადიდებელი. ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ეხლა ის ადამიანები კი არ უნდა განვიკითხოთ, ვიზეთ წეღან ლაპარაკობდით. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რომ ჩემს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს ჩემს სარწმუნოებას. განსაზღვრავს ის ჩემს ცხოვრებას, ჩემ არჩევნებში? აი არჩევანს რო ვაკეთებ ცხოვრებისეულს. იქ თუ განსაზღვრავს ჩემი სარწმუნოება რამეს. თუ განსაზღვრავს დიდება და მადლობა ღმერთს. თუ არ განსაზღვრავს, მაშინ სასწრაფოდ უნდა დავფიქრდეთ. გამოვასწოროთ ეს, იმიტომ ისე არ მოგვივიდეს, როგორც აი სულელ ქალწულს მოვიდა. ახეთ წავიდნენ, შეიძინეს ის ზეთი მოვიდნენ, კარებზეც დააკაკუნეს, მაგრამ აღარავინ აღარ გაუღო ის კარები. აბა ერთი წამი დაფიქრდით რა საშინელება არის. ანუ ეს ხო ვითომ რაღაცაზე არ იგავი კია, მაგრამ ეს ხო ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობს ეს იგავი. ხო რაც იქნება იმას აი აუცილებლად რომ იქნება იმას გვასწავლის. ეს ხუთი სულელი ქალწული არ გეგონოთ რომ ვიღაცა სხვებზია ლაპარაკი. ეს თითოეულ ჩვენთაგანს ეუბნება მაცხოვარი რომ იცოდეთ დადგება დრო, როდესაც რაღაცას მოინდომებ და ვეღარ გააკეთებ. ნახეთ, რაღაცა მოგინდება და დაეჯახები კედელს უკვე და იმ კედელს ვეღარ გაანგრევ. ამიტომ აი დრო იმისა რომ ჩვენმა სარწმუნოებამ ჩვენი ცხოვრება განსაზღვროს და ასე ვიცხოვროთ. კაცმა არ იცის ვის რამდენი გვაქვს. აი ეს დაკეტილი კარი სადაც დგას, მოვა ის ხმა და იტყვის რომ აი სიძე მოვიდა და აბა ადექით გამზადებულები. ნახეთ რა ადექით გამზადებულები. მოუმზადებელი აღაზრი აღარა. აზრი აღარა. ეხლა დავფიქრდეთ. თუ ჩვენ ცხოვრებას ჩვენი სარწმუნოება არ განსაზღვრავს. და თუ ამავე დროს არავის ჩვენთვის გარანტია არ მოუწია რომ დღეს საღამომდე ვიცოცხლებთ. აი დაფიქრდით აბა. ხო თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავფიქრდეთ რომ არა უფალო მაპატიე გეხვეწები, მომეცი კიდე დრო გამოვასწორო. აი ღმერთმა ეს შეგვაძლებინოს. ეს არის ნამდვილი სარწმუნოება. ნამდვილი ჭეშმარიტი სარწმუნოება, როდესაც შენს ცხოვრებას განსაზღვრავს შენი სარწმუნოება. ერთმა დაგლოცო და გავხდით.